აბა საღამოშვიდობის, როგორ ვართ? მოვედი, მეგობრებო. მოვედი. ხა. მოვედი. აბა როგორ ვართ? როგორ ჩაიარა დღემ ჩვენთან? მეგობრებო. აი. წამექცა. წამექცა ჩემი ბეფანები, გოგო. ჩემი ბეფანები წაიქცა მეგობრებო. ნახეთ ლაიცაყვალობა. ჩემი ლამაზი გოგოები, მეგობრებო. ლამაზები არიან. საღამოშვიდობის ყველას მოგესალმებით, მოგეკითხათ დიდი სიყვარულით. ძალიან მიყვარხართ, ძალიან მომენატრეთ. აბა როგორ ვართ? ხალისამთელი. მოდი აქეთ გადავდებ ასე. შორი ახლოს დავდებ სანთელს მეგობრებო, თორე ტელეფონს აცხელებს, ამიტომ ეს ჯობია თუ როგორ ჯობია? ნუ კაი, აბა როგორ ვართ? მეგობრებო. საღამოშვიდობის ყველას მოგიკითხათ დიდი სიყვარულით და მოვედი მეგობრებო. მოვედი. რაღაცნაირად ბევრი რაღაცა მიდვია ვერ ვექანები. მიდია ყველანი ძალიან კარგად ვართ. მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ლაივის თემა იქნება ახალი პარტნიორი. ახალი პარტნიორი. არანაირი ძველი, არანაირი ყოფილი. გამორიცხულია. გაფიქრებაც ზედმეტია. გაფიქრებაც ზედმეტია მეგობრებო. ასე რომ გოუშვით იქეთ და იმის იქეთ ძველები. თქვენთან ერთად დასტებს მოვამზადებ და დავიწყოთ. დღეს ვიღაც გარიცანია. ხოხ. ახალი. საღამოშვიდობის ყველას მოგესალმებით. არ გვაქვს კითხვაზე პასუხი. ორგანას მოგესალმები. ყველას მოგესალმებით მეგობრებო. ყველას უკლებლი. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. მადლობელი დაგირჩებით, თუ არ დააკოპირებთ ესე, თუ არ აპინავთ. არ გაგცემ კითხვაზე პასუხს. ადამიანო, ქართული რატო არ გესმის? მეგობრებო. ასწავლეთ გინდოდეს. იმიტომ რომ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. ხო უნდა წაიკითხო. დაგიწერეს რომ კითხვაზე პასუხი არ არისო. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს ვცეთ პატივი. თუ გაქვს სურვილი, შეგიძლია დარჩენ და სასურველ ინფორმაციას გაიგებ. თუ არა და რა ვიცი. არ გვეწყინება თუ დაგუტოვებთ. სურვილი სამებრ მეგობრებო, რა თქმა უნდა. რატო რა დაგემართა? მოკლედ მეგობრებო, დავიწყებ თქვენ ხასიათებით. დღეს ცოტა გვიან მოვედი. იწობა იტალია მეგობრებო. იტალიაში იწობა ყველაფერი.
მოკლედ, თქვენი ენერგიები მაინტერესებს ახლა მე. თქვენი დღევანდელი ენერგიები, მეგობრებო, დღევანდელი, ხო. აბა როგორი ადამიანები მიყურებთ? ხო. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ტყუილებისა, წარსულისა, პრობლემებისა, ლაბირინთიდან მაინც გამოხვედით, მეგობრებო. ძალიან ენერგიულები, ძალიან მიმზიდველები, ძალიან ისეთი სექსუალურები, ხო. მოკლედ, თქვენ თხოვეთ უფალს შველა, ხო. თქვენ თხოვეთ უფალს დახმარება, თქვენ თხოვეთ უფალს კიდევ ცხოვრების გაგრძელება, პატიებაც თხოვეთ საკუთარი თავისთვის და იმისთვის, რომ უფალს გაჭედა, ხო? გაჭედა. ხო, იმიტომ რომ ჩაქრა ეკრანი ჩემთან და რატო ჩაქრა არ ვიცი. რატო ქალო მეტროში რამე აქცია აყინავს. მერთო. ხო, მოკლედ, მეგობრებო. კიდევ თქვენი რა იყო ანა მარია? ანა მარია რა იყო? სუდათ ვარ ეხლა არის 36 გრადუსი. ხო, ანა მარია, აბა რა დღეს გავიგუდე მეგობრებო. სახე მეწვის ანა მარია. რა ის პარტნიორი? თავის გადარჩენაა. რა თქმა უნდა, აბა ახლა რომ ვინმე მყავდეს, ხო გავაფრენ მეგობრებო. ხო, მეგობრებო, იტალიაში ჯოჯოხეთური სიცხეები იცის. თქვენ რო იცოდეთ, იტალიაში ჯოჯოხეთური სიცხეები იცის. გავაგრძელებ მეგობრებო, თქვენი ენერგიები. წახვედით, ყველაფერი დატოვეთ და ესე წახვედით. წახვედით ურთიერთობიდან, დატოვეთ პრობლემები, დატოვეთ წარსული. არ ვიცი, ჩემთანაც ჭედავს, როგორც ჩანს. ხო, დატოვეთ ყველაფერი წარსულში, დატოვეთ, მოიტოვეთ მეგობრებო. ძალიანაც კარგი რომ მოიტოვეთ. ძალიან ბევრი ეწინააღმდეგეთ კი საკუთარ თავს, მაგრამ ხო, დატოვეთ ისეთი ურთიერთობა. ნახეთ? ახეთ მეგობრებო, ახლა იცით როგორი ურთიერთობა დატოვეთ, სადაც ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენზე იყო, პარტნიორზე არა. ისეთი ურთიერთობა დატოვეთ, სადაც წყევლა და კრულვა იყო. ნუ შეიძლება პირობითად წყევლითად ქმარი ან ცოლი, ან კიდევ ნეგატივი იყო, მაგია იყო, ჯადო იყო, მეგობრებო, ურთიერთობაში კიდევ თქვენი ენერგიები. ხო, ქალური ენერგიები. ანა მარია, დამანებე თავი. ძლივს მოვედი და მადროვე ქალო. მადროვე ქალო, სანამ არ ჭედავს, ეხა აცინციმ და სანთელი იცი რა დღეშია? ხო. სიმშვიდისკენ მიდიხართ მეგობრებო. სიმშვიდისკენ მიდიხართ, მაგრამ ძალიან დამსხრეულები, ძალიან განადგურებულები, მაგრამ ეს არაფერი. მაინც ხო, მაგრამ მაინც ბალანსში ხართ. დღეს ახალზეა კი. დღეს ახალ ურთიერთობაზე, ახალ პარტნიორზე. ხო, მეგობრებო, ესეთია თქვენი დახასიათება. ხო. ესეთია თქვენი დახასიათება. მოკლედ და კონკრეტული. არ გვინდა მეტი. ჩვენი ამბავი ისედაც ვიცით. სანთელი ძალიან ციმციმებს. არ მაქვს კითხვაზე პასუხი.
ლიკუნა აქ არ უნდა ყველაფრის საუბარი, ჩემო ლამაზო. შენთვის შეინახე. რამდენჯერ გითხარი? მეგობრებო, ყველას ეხა სათითაოდ ვერ გაგცემთ პასუხს. თუ არა ახალი, შემოვალბათ ახალი. მაგასაც გავარკვევთ. არის თუ არა? თუ შემოსულია, მაგას ახალი არ ქვია. ხო, ნუ ვისთან როგორ და ვისთან როგორ მეგობრებო? არა უშავს. ეხლა ჩვენ პარტნიორზე არ ჩავიფიქრებთ. ეხლა ჩვენ ამას პარტნიორზე აღარ ჩავიფიქრებთ, მეგობრებო. ამიტომ პირდაპირ გადავალ ეხლა დასტაზე. პირდაპირ გადავალ ეხლა ტაროს დასტაზე. ხო, იმიტომ რომ ახალი პარტნიორი უნდა ჩავიფიქროთ. ახალი პარტნიორი უნდა ჩავიფიქროთ, მეგობრებო. ვინ შემოვა, რა შემოვა, როგორი იქნება? ბედნიერი იყო შენი ფეხი ჩვენს ოჯახში. მარიკა. ხო, მეგობრებო. დავიწყოთ ეხლა. როგორი იქნება თქვენი ახალი პარტნიორი? როგორი იქნება თქვენი ახალი პარტნიორი? ჯერ გავარკვიოთ. ხო. მეგობრებო. ხო, შეიძლება ურმით მოდის, არაა გასაკვირი. ვისთან როგორ და ვისთან როგორ, მეგობრებო. დავიწყოთ. ეხლა მინდა ვკითხო დასტას. როგორი იქნება ახალი პარტნიორი? რას გვეტყვის ეხლა ახალ პარტნიორზე ტარო? დავიწყოთ ხო, მეგობრებო? ეხლა დაუსვით ტაროს შეკითხვა. თქვენი მომავალი ახალი პარტნიორი. ჩაიფიქრეთ, მეგობრებო. ხო. და დაუსვით ტაროს კითხვა. როგორი იქნება ის? ან როგორ უნდა ამოიცნოთ, ხო? დავიწყოთ, როგორი იქნება ის? ეს იქნება ახალი ადამიანი, ახალი ფურცლიდან, ახალი ცხოვრება, ახალი სუფთა ფურცლიდან, მეგობრებო. ეს იქნება ძალიან პრაქტიკული ადამიანი, ეს იქნება ძალიან ჭკვიანი, ბრძენი ადამიანი, მეგობრებო. ღრმა ცოდნა იქნება ამ ადამიანს. ეს ადამიანი იქნება განათლებული, ნუ ვინ დიპლომიანი, გაჭედა ხო, მეგობრებო? გაჭედა. ხო, დღეს რატომღაც ესე მაწვალებს და რატომ მაწვალებს აზრზე არ ვარ. ხო. მოკლედ, მეგობრებო, იმედია ჩემი ხმა ისმის. ხო, გაჭედა, იმიტომ რომ გადავტვირთე ახლა. დანელი გადავტვირთე. ჩემი ხმა როგორ ისმის? ახლა ისმის, კი. ხო, გავაგრძელებ, მეგობრებო. მოკლედ, ეს ნამდვილად იქნება ახალი ადამიანი. ეს იქნება სხვა ადამიანი, სხვანაირი იქნება, მეგობრებო. იცით, როგორი ადამიანი იქნება თქვენ? არასოდეს არ ყოლიათ ესეთი. ესეთ ადამიანთან თქვენ საერთოდ არც კონტაქტი გქონიათ, არც ურთიერთობა გქონიათ, არც საუბარი გქონიათ. ეს იქნება ძალიან სხვანაირი ადამიანი. აი, უბრალოდ ნახეთ, ახლა ქურუმი ადამიანი.
ეს ადამიანი იქნება ძალიან ჭკვიანი. ნახეთ რა წერია ეხლა, ძალიან თავშეკავებული. აი, იცით როგორ, ძალიან ისეთი ნიჭის მქონე, ძალიან განათლებული, ვინ განათლებული დიპლომით იქნება და ვინ ცხოვრებიდან დაბრძენებული და განათლებული იქნება, მეგობრებო. ხო. ძალიან ღრმაცოდნა იქნება ამ ადამიანს. ძალიან, აი ძალიან ისეთი სიღრმისეული ადამიანი იქნება, მეგობრებო. ამ სურათზე შემიძლია ძალიან ბევრი ვისაუბრო. თან ძალიან იქნება პრაქტიკული ეს ადამიანი. კიდევ, როგორი იქნება თქვენთვის ახალი ადამიანი, თქვენი ახალი ადამიანი. აი ისე როგორზე ოცნებობდით. ნახეთ უბრალოდ. აი ისეთი რომელზეც ოცნებობდით, ან ოდესმე გიოცნებიათ, ან სურვილი გქონიათ. არ ვიცი მეგობრებო, ამ ადამიანთან ძალიან იცით როგორი იქნებით? ამ ადამიანის იმედი ყოველთვის გექნებათ, ამ ადამიანის რწმენა ყოველთვის გექნებათ, ამ ადამიანით ძალიან კმაყოფილი იქნებით. ეს იქნება მნიშვნელოვანი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, რომელთანაც ძალიან ბევრი გეგმები გექნებათ. აი ძალიან სხვანაირი გეგმები. ნახეთ უბრალოდ რა წერია. დამაკმაყოფილი და სასიამოვნო იქნება, ანუ კმაყოფილები იქნებით და ძალიან სასიამოვნო იქნება თქვენთვის ამ ადამიანთან, აი თუნდაც საუბარი მეგობრებო. ხო, თუნდაც საუბარი. კიდევ ახალი ადამიანი. ახალი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში რო შემოვა მეგობრებო, ხო? აი ძღველი ურთიერთობა დასრულდება. აი მიხვდებით თუ როგორი იყო თქვენი წარსული. აი მიხვდებით მეგობრებო, კიდევ როგორი იქნება ახალი ადამიანი. ეხლა გეტყვით. აქ ეხლა სულ სხვა რაღაცა შემიძლია გითხრათ. ეს ახალი ადამიანი მეგობრებო, ეს ახალი ადამიანის ურთიერთობა დამთავრებული იქნება. ეს ახალი ადამიანი ცოტა ხმლებით იქნება. თქვენს მიმართ იქნება ხმლებით. ანუ ცოტა ისეთი თვალით შეგხედავთ. მოდი, აი ზუსტად ესე ვიტყვი მეგობრებო. ეს ადამიანი ძალიან გულნატკენი იქნება წარსულში. წარსული ურთიერთობიდან ამ ადამიანმა ძალიან ბევრ რაღაცაზე თქვა უარი. ეს ადამიანი ძალიან ისეთი რთული ცხოვრებიდან გამოსული იქნება. კი, ამიტომ ძალიან ისეთი იქნება, ეს ადამიანი ძალიან შორს მხედველიც იქნება, ამავე დროს ხმლების პოზიციაში. ანუ რაღაც პერიოდი ეს ადამიანი არ მიგიკარებთ კიდევ. როგორი იქნება ის? ეს ადამიანი იქნება მარტო. ამას არავინ არ ჰყავს მეგობრებო, იცოდეთ. დასრულებული ურთიერთობიდან იქნება. ეს ადამიანი არ გიგონოთ დაკავებული, ან ვინმე ყავს. არა მეგობრებო, არავინ არ ყავს. კიდევ, როგორი იქნება ის? ხო. ეს ადამიანი როგორი იქნება მეგობრებო, ძალიან კეთილშობილური საქციელები ექნება, ძალიან ისეთი იქნება. შეიძლება ამ ადამიანთან რაღაც შემოთავაზებები გქონდეს, შეიძლება რაღაც იდეები შემოგთავაზოთ, დახმარება შემოგთავაზოთ, ძალიან ისეთი კეთილი იქნება, აი როგორ ვთქვა, კეთილდღეობა. შეიძლება უყარდეს რაღაცნაირი საჩუქრები, გვერდში დგომა, დახმარება, შეიძლება რაღაც იდეები მოგაწოდოთ. აი არ ვიცი. კიდევ. როგორი იქნება ეს, მეგობრებო? ამ ადამიანთან იგრძნობთ თავს ძალიან ემოციურად. კი. ყველაფერი კარგი გელოდებათ ამ ადამიანთან, გელოდებათ ბედნიერება, გელოდებათ სიხარული, სურვილების ასრულება, ნაყოფიერება, ძალიან ლამაზი ცხოვრება. აი არ ვიცი. დღეს რაღაც ჭედავს მეგობრებო. დღეს რაღაც ჭედავს. ხო, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ამ ადამიანთან ძალიან პროდუქტიული ცხოვრება გელოდებათ. ძალიან ბედნიერად იგრძნობთ თავს. მეგობრებო, ჩემი ისმის?
კიდევ მეგობრებო, ახალი ადამიანი, ძალიანაც კარგი, მივესალმები. ამ ადამიანთან ერთად შეიძლება ბევრი იმოგზაუროთ, შეიძლება პიკნიკზე წახვიდეთ, მთაში წახვიდეთ, ბარში წახვიდეთ, აი გარეთ გახვიდეთ, ბუნებაში შეიძლება მეგობრებო. კი, ძალიან ბევრი იმოგზაუროთ, საზოგადოებაში ხშირად გახვიდეთ, ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული, ჰარმონიული ურთიერთობა გექნებათ. ხო. ძალიან ხშირად წახვალთ დასასვენებლად. ხო. კიდევ ძალიანაც კარგი. მეგობრებო, მხოლოდ ჩემთან ჭედავს თუ კიდევ ვინმესთან ჭედავს. არ ვიცი ხა როგორ გავიდე და თავიდან როგორ შემოვიდე. ხომ არ მეტყვით? რას მეტყვით? ესე როგორ უნდა მაწვალოს ახლა? ეს ტელეფონიც დაისიცხა როგორც ჩანს. კიდევ. ხო, მოდი ახლა მე მინდა ვკითხო კარტს. მეგობრებო, რაც მინდოდა იმას მე კითხვა არ დამისმია და პასუხი აქვეა. კარი გააღე და გადი და მერე შემოდიო. იყავი ადგილზეო. არ გემეტები გასასვლელად, ხო, ანა მარია? მერე კარები რო არ გავაღო და რო ვერ გავაღო და ჩავიკეტო გარეთ, ხო? ხა. მეგობრებო, ბევრ თქვენთაგანთან, ზოგიერთებთან ეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში უკვე არის. თქვენ მას უკვე იცნობთ. თქვენ ამ ადამიანს უკვე უყურებთ შორიდან. აი, ნახეთ ახლა. მეგობრებო, ეხლა ზოგიერთები თუ ვერ ხვდებით თქვენ მე რას ვლაპარაკობ, აბა მიმოიხედეთ თქვენს ირგვლივ. ვინ არის ისეთი ადამიანი, ახალშემოსული ადამიანი, რომელსაც ესე უყურებთ? ან იქნებ ის გაკვირდებათ, ნუ არ ვიცი ხა თქვენი სიტუაცია მოირგეთ. ხა. კი, მეგობრებო, ვიღაცებთან არის უკვე ეს ადამიანი. კიდევ გავაგრძელებ. რასაც მეუბნება კარტი, ის ინფორმაცია მომაქვს თქვენთან მეგობრებო. კიდევ. თქვენი სიყვარულის ისტორია მაინტერესებს. აი, რამდენად წავა თქვენი ურთიერთობა შორს. შორს რამდენად წავა თქვენი ურთიერთობა მეგობრებო. აი, რამდენად შორს წახვალთ ამ ურთიერთობით მეგობრებო. მეგობრებო, ნახეთ ახლა რა ხდება აქ. აი თქვენზე ძალიან ბევრი ადამიანი იჭორავებს. ჭორები. თქვენს ურთიერთობაზე ძალიან ბევრი ისაუბრებს. ენის მიტანები, მოტანები, განხილვები. აი თქვენი ურთიერთობა იქნება განხილვის თემა. ძალიან ბევრს არ მოეწონება მეგობრებო და იცოდეთ. ძალიან ბევრს გააღიზიანებს თქვენი ურთიერთობა. ხო. კიდევ გავაგრძელებ. მეგობრებო, გელოდებათ ხვავი და ბარაკა. ამ ურთიერთობაში თქვენ გელოდებათ ხვავი და ბარაკა. ოღონდ თავშეკავებულები თუ იქნებით მეგობრებო, არა სავალდებულო ყველგან ყველაფერი თქვათ და ყველას ყველაფერი წინასწარ უთხრათ მეგობრებო. გაითვალისწინეთ. ხო, კიდევ. აი ხო გეუბნებით, გაფრთხილებას გაძლევთ კარტი, მეგობრებო. არ გაამხილოთ ეს ურთიერთობა, ხო? იმიტომ რომ აი თვალი ეცაო რო იტყვიან. ხო გეუბნებით, იმდენს იჭორავებენ თქვენზე მეგობრებო. განხილვის თემა იქნებით იმდენად ადამიანებზე მეგობრებო, რომ უფრთხილდით, გაფრთხილდით. კიდევ ჭედავს, ხო? მე მგონი ჯობია გავიდე და შემოვიდე მეგობრებო. ხო. არ ჭედავს დავით? კარგი. გავაგრძელებ მაშინ. მეგობრებო. ხო. მაინც მინდა ვკითხო ხა თქვენი ემოციური სიტუაცია. თქვენი ემოციური სიტუაცია მაინტერესებს.
იქნება თქვენთვის ეს ადამიანი, თქვენი ემოციები. გამამწარა ეხლა, ხო? ხო. გამამწარა იმდენად ტელეფონმა, მეგობრებო. რა სჭირს არ ვიცი.